მოგესალმებით. დედამიწაზე არაერთი გასაოცარი ადგილია, სადაც ცხოვრება რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისგან. ერთ-ერთი ასეთი გასაოცარი ადგილი სუდის ჭაობია, რომელიც თეთრი ნილოსის მონაკვეთზეა წარმოქმნილი. ეს არც ისე სტუმართმოყვარე ტერიტორია, როგორც უამრავი ფრინველისა და ცხოველის, ასევე ადამიანის მუდმივ საცხოვრებელს წარმოადგენს. სუდი დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჭაობია. მისი სახელი მოდის არაბული სიტყვიდან სადი, რაც ბარიერს ან საცობს აღნიშნავს. ფართობი, რომელსაც ჭაობი ფარავს, არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და თეთრი ნილოსის ყველაზე დიდი მტკნარი ჭარბტენიანი ტერიტორია. მრავალი წლის განმავლობაში ჭაობი და განსაკუთრებით მისი უღრანი ტევრები ნილოსზე ნავიგაციისთვის გაუვალ ბარიერს ქმნიდა. წვიმების სეზონის დროს, რომელიც აპრილიდან სექტემბრამდე გრძელდება, მისი ფართობი ბანგლადეშის ფართობს უტოლდება, სადაც დაახლოებით 164 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. სუდი თეთრი ნილოსის მონაკვეთზეა წარმოქმნილი. თეთრი ნილოსი მდინარეა აფრიკაში. ცისფერ ნილოსთან ერთად ის წარმოადგენს ნილოსის უდიდეს შენაკადს. უფრო ზუსტი მნიშვნელობით თეთრ ნილოსს უწოდებენ ტბა ნოდან გამომავალ მდინარეს და მის შენაკადებს. უფრო ფართო მნიშვნელობით კი თეთრი ნილოსი შეესაბამება დაახლოებით 3700 კილომეტრის სიგრძის ტბა ვიქტორიადან გამომავალ მდინარეებს. რადგანაც აქ ზედაპირის დახრილობა ძალიან მცირეა, მდინარე ნელა მიედინება. შესაბამისად, მისი ფართობი იშლება და დიდ ტერიტორიას მოიცავს. ადრეულ წლებში სუდის ჭაობი მოგზაურებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო გზას წარმოადგენდა, თუმცა იქ ნავით ცურვა ძალიან სახიფათო იყო და მისი უდიდესი ნაწილით შეუსწავლელი დარჩა. პირველად ევროპელი ადამიანი იქ 1858 წელს ჩავიდა. ჭაობის ფლორა ძალზე ნაყოფიერია. მცენარეთა უმეტეს ნაწილს ფესვები არ გააჩნია და ისინი ფესვებით გადახლართულ მცურავ მასას წარმოადგენენ, რომლებიც პატარა კუნძულებს ქმნიან. ჭაობის ტერიტორიაზე დაახლოებით 400-მდე სახეობის ფრინველი ბინადრობს. გარდა ამისა, ჭაობის მიდამოებში 100-ზე მეტი სახეობის ძუძუმწოვარია აღმოჩენილი. ტერიტორიაზე უამრავი ანტილოპა ბინადრობს. რა თქმა უნდა, მცენარეების ნაკლებობა აქ მცხოვრებ ცხოველებს არ აწუხებთ. წვიმების სეზონზე ბალახები წყლით იფარება და ფესვებიანად ზედაპირზე ამოდის. შედეგად იქმნება მოტივტივე კუნძულები. ზოგიერთი ასეთი კუნძულის სიგრძე 30 კილომეტრსაც კი აღწევს. თუმცა ამ კუნძულების სიცოცხლე ხანმოკლეა. ბალახის კუნძული მალევე იშლება წყლის ზედაპირზე. ვის უნდა სურდეს ასეთ ადგილზე ცხოვრება? მაგრამ ადამიანი ხომ განსაკუთრებული ქმნილებაა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია თავის გადარჩენა და მდგომარეობაზე მორგება. წარმოიდგინეთ, სუდის ჭაობი დასახლებული ადგილია. აქ ცხოვრობს მოსახლეობა, რომლებსაც ნილოტების სახელით ვიცნობთ. ამ ადგილზე ბევრი მწერიდან და ტენიანობიდან გამომდინარე, საცხოვრებლად რთული პირობებია, მაგრამ გაშენებულია ქალაქი. ადგილობრივები, რომლებიც წლები ამ ქალაქებში ცხოვრობენ, თავს თევზაობით ირჩენენ. საშიშროება, რომელიც მათ აწუხებს, ჭაობში ჩაძირული სახლებია, რომლებსაც მოგვიანებით თავიდან აშენებენ. დაახლოებით 5-6 წელიწადში აქ სახლები ფუჭდება და ხელახლა უწევთ მათ ამ სახლების აშენება. ნილოტები ხელნაკეთი ხის ნავებით გადაადგილდებიან. აქ რთულია რაიმე საქმის წამოწყება. ვერც მიწას დაამუშავებ და ვერც ვერანაირ მოსავალს მოიყვან. თუმცა ამ ჭკვიანმა ხალხმა წყლის ზედაპირზე მოტივტივე ფერმები ააშენა, სადაც მათ სხვადასხვა წვრილფეხა ცხოველი ჰყავთ გამრავლებული. აქ მცხოვრები ხალხის ყოველდღიური საკვები თევზია, რომლის რაოდენობაც ამ წყლებში ძალიან ბევრია. ხანდახან ადგილობრივებს უმართლებთ და გიგანტ თევზებსაც იჭერენ, რომელთა წყლიდან ამოყვანისთვისაც დაახლოებით 5-6 მამაკაცია საჭირო. ჭაობში ცხოვრება რთულია. აქ ძალიან ბევრი პარაზიტი და დაავადების გადამტანი მწერი ბინადრობს. ხშირად სწორედ ამ ჭაობიდან წასული მწერების გამო ხდება ეპიდემიები აფრიკის ტერიტორიაზე. ყოველივე ამ სირთულეების მიუხედავად ნილოტებს უყვართ თავისი საცხოვრებელი და არ სურთ ამ ტერიტორიის დატოვება. მათი რწმენა დაფუძნებულია წინაპრების ცხოვრებაზე. ისინი თვლიან, რომ უნდა გააგრძელონ ტრადიცია და იცხოვრონ ისე, როგორც მათი წინაპრები ცხოვრობდნენ ასობით წლის განმავლობაში. დღეს დადგა იმის საშიშროება, რომ სუდის ჭაობი შეიძლება ერთ დღესაც გაქრეს და ამ ხალხს აღარ ექნება თავის გადარჩენის საშუალება. მიზეზი კი ამ ყველაფრისა უზარმაზარი არხია, რომელიც ეგვიპტესა და სუდანს შორის შენდება. მისი პირველი პროექტი ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გაჩნდა. 1950-იან წლებში გადაწყვიტეს, რომ არხის მშენებლობა წამოეწყოთ. სამუშაოები კი 70-იანი წლების ბოლოს დაიწყეს. პირველ რიგში ამ არხის მთავარი მიზანი ეგვიპტის წყლით მომარაგება იყო. ხელისუფლებამ პრობლემა იმაში დაინახა, რომ ჭაობის გამო წყლის საკმარისი ნაკადი ვერ მიეწოდებოდა აფრიკის ზოგ რეგიონს, რადგანაც ჭაობის გაშლილი ტერიტორიის გამო ის გზაშივე იკარგებოდა. ამ გეგმის რეალიზაციას ხელი შეუშალა სუდანის სამოქალაქო ომმა. 350 კილომეტრიანი არხიდან ჯერ მხოლოდ 240 კილომეტრია გაკეთებული.
1984 წელს არხის მშენებლობა შეჩერდა. თუ კი როდისმე განახლდება არხის მშენებლობა, შეიძლება მან სერიოზული ეკოლოგიური ზიანი მიაყენოს სუდის ჭაობის ტერიტორიას. ნილოტები სახლებისა და საკვების გარეშე დარჩებიან და უამრავი სახეობის ფრინველი თუ ცხოველი განადგურდება. დღეისთვის კი სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, აუცილებლად აჩვენე შენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში. ეს ჩვენი ახალი არხია, ამიტომაც თქვენი მხრიდან ყველაზე დიდი მხარდაჭერა ის იქნება, თუ კი გამოიწერთ არხს და ამ ვიდეოს მოიწონებთ. მე შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.